მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ რას განიცდის ის შენს გამო. პირველ რიგში გავაკეთოთ ჩვენ სიგნიფიკაცია, რომ გავიგოთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა, ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს შორის და მე უკვე ვკითხები, როგორც ყოველთვის გამზადებული მაქვს და ვკითხოთ ახლა ჩვენ საერთოდ თქვენს პარტნიორს რისი ეშინია, ან რა გრძნობების ეშინია, ან დაუშვათ რას მიხვდა ის შენთან შეხვედრის, ვთქვათ, მერე ხო, ან შენი წყალობით და ასე შემდეგ და ვნახოთ რა თქმა უნდა რისკენ მიიყვანს რა ეს ურთიერთობა საერთოდ. სად მიდიხართ? ეხლა თქვენ შორის რა ხდება და საინტერესო არის აქ ნახეთ. პრინციპში აი რო გითხრათ რამე ისეთი ხდება რომ აქ როგორი მოიცადეთ? აქ შეიძლება მანძილი გქონდეთ, მაგრამ ვიცით რა არის? არ ვიცი, შეიძლება რატომღა ზოგისთვის მე ესე მგონია, რომ ეს არის რაღაც ახალი გაცნობა შეიძლება. ან ვიღაცა შეიძლება ძალიან ესეთი ადამიანი არის თქვენ სივრცეში. ახლა ნახეთ, აქ იქნება ორი ვარიანტი უეჭველი. პირველი ვარიანტი შეიძლება ეს არის თქვენი მეუღლე და თქვენ შეიძლება რაღაცა განახლებული გაქვთ ახლა ურთიერთობა, რაღაცა მოხდა, შეიძლება თქვა დაბრუნდა თქვენი პარტნიორი, ხო? და რაღაცანაირად აი სხვანაირი გრძნობებით, ხო, სხვანაირი მიდგომით შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა სადმე სამოგზაუროდაც იყავით. რაღაცა გეთი ენერგია, ან შეიძლება მანძილი, მაგრამ რატომღაც როგორი ინფორმაცია მოდის, იცით, რომ შეიძლება ეს ახალი ვიღაცა ადამიანიც იყოს, თქვენი ახალი გაცნობილი ადამიანი, რომელიც თქვენ მოგეწონათ და ფიქრობთ, რომ აი ასეთი ადამიანი რო იყოს ჩემ ცხოვრებაში ძალიან კმაყოფილი ვიქნები. კიდე ნახეთ, ეს გაშლა მე ჩავიფიქრე თავიდან, ეტარო როგორ მუშაობს, რას განიცდის ის შენზე საერთოდ სულის დონეზე. შეიძლება ეს იყოს вообще კვანტური პარტნიორი ზოგისთვის. კვანტური პარტნიორი, ანუ ვიღაცა არის თქვენ სივრცეში ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება თქვენ გაიცნობთ, შემოვა თქვენს ცხოვრებაში და გახდება ნამდვილად აი ესეთი ვთქვათ ვაჟკაცი. ანუ ნახეთ, დღევანდელი გაშლა მე მგონი გამოადგება იმადაც, ვინც ელოდება, ნახეთ, პარტნიორს ელოდება სხვას, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ეს გაშლა, იმიტომ გახსენით, რომ თქვათ გაინტერესებთ, თქვათ დაუშვათ დაშორდით პარტნიორს და ელოდებ, გაინტერესებთ, თქვათ აი ინტერესს განიცდის, ახლა თუ вообще განიცდის, ხო? მაგრამ აქ ტარო უფრო რაღაც სხვანაირად გაჩვენებს. თუ თქვენ ახლა კარგად ხართ და ურთიერთობა კარგი გაქვთ, უბრალოდ თქვენ ახლა შეიძლება მანძილი არის თქვენ შორის დაუშვათ, ხო, ანელოდებით მის ჩამოსვლას, მაშინ თქვენთვისაც ექნება და იმათისაც ვინც ნამდვილად გრძნობს, რომ აი სულის დონეზე რომ არსებობს ვიღაცა, ვინც უნდა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და რას განიცდის ეს ადამიანი. აი ძალიან საინტერესო იქნება რა. ნახოთ აბა ახლა საწაგვიყვანს ჩვენ ეს გაშლა. იმიტომ რომ კი, აქ არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა. აქ უეჭველი ვისაც ნახეთ. კი, ნახეთ, ეს გაშლა უფრო სხვანაირად წავიყვანო, მე მგონი, იმიტომ რომ ეს რაღაც გადამიყვანეს უკვე, აი მე იმიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ეხლა მე თვითონაც უკვე ვგრძნობ, რომ ტაროც უფრო იხსნება სხვანაირად, იმიტომ რომ შეხედეთ აქ როგორი სიტუაცია. даже შეიძლება სათაურიც ისეთი უნდა დავადო რა ამ ვიდეოს, ანუ შენი კვანტური პარტნიორი რას განიცდის, ანუ ესე იგი უფრო კარგად რო აგიხსნათ. არის საერთოდ უფრო даже შეიძლება ეს იმათთვის იქნება ეს გაშლა, ვინც თქვათ ახლა დაამსრულა რაღაცა ისეთი გაკვეთილები, გაიარა აქ რაღაც ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაზე და შეიძლება даже უფრო აჩვენებენ იმას, რომ თქვენთან არსებობს, თქვენს ველში არსებობს ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მაგრამ ჯერ გაცნობა უნდა მოხდეს, შეიძლება უკვე გაიცანით თქვენ ადამიანი დაუშვათ, ხო?
ნამდვილად რა ვიცი რა საინტერესო არის და ანუ კვანტური როგორ არის ისიც აი დაუშვება თქვენ მედიტაციას აკეთებთ ან რაღაც თქვა პრაქტიკებს აკეთებთ ან რაღაც თქვა ისედაც იცით რომ არსებობს ესეთი ადამიანი საერთოდ დედამიწაზე ხო რომელიც შეიძლება გახდეს ჩემი აი ესეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ну გოგოებო ვისაც გაქვთ თქვენ დაუშვათ ისეთი მომენტები რომ თქვენს მეუღლეზე გინდათ ხო აქ შეიძლება იყოს თქვენთვის ეს ინფორმაცია იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გაიარათ უკვე თქვენ მაგრამ აქ უფრო მაჩვენებენ სიტუაციას როცა აი არ მინდა რომ ყურებით მოვათრიო რა ეს რაღაც მომენტები აქ რაღაც გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული თქვენ რომ აი რაღაცა რთული პერიოდი რომელიც გქონდა თქვენ უკვე გაიარეთ და რაღაცაში მიდიხართ უკვე სხვა თემაში აქ შეიძლება გქონდათ რამე სხვაობა სხვადასხვანაირი სხვაობა იყოს შეიძლება ეროვნული შეიძლება რელიგიური შეიძლება ასაკობრივი რა მაგრამ რაღაცა აქ დასრულდა შეიძლება კიდე ნახათ ვარიანტი როგორი იყოს რომ თქვა ყავდა თქვენ ადამიანი ისეთი რომელიც იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი გიყვარდათ ეს ადამიანი მაგრამ შეიძლება აქ დაუშვათ თქვენ ან ახალ ეტაპზე გადადიხართ ან დაასრულეთ ნუ რაღაც ძალიან საინტერესო სიგნიფიკაცია მაგრამ აბა ნახოთ ახლა მე გავაკეთებ იმ კითხვებს რასაც მე ახლა მოვამზადე გავაკეთებ და თქვენ თქვენი სიტუაცია იცანით იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რომ გითხრა რომ აქ იყო რაღაცა მტკივნეული მომენტები ხო რომელსაც თქვენ იხსენებთ მაგრამ თქვენ მაგაზე უარი თქვით თქვენ უკვე აქ არ არის ეს პერიოდი რომ აქ დასრულებას უფრო აჩვენებენ ან პერიოდის შეიძლება პერიოდიც დაასრულეთ რაღაცა ძალიან ისეთი რთული და უკვე წახვედით რაღაც ახალში რა უეჭველე ну ნახოთ მოდით ახლა რადგან რა ვიცი კითხვები კი მაქვს გამზადებული ცოტა სხვანაირად მეგონა რომ იქნებოდა სიტუაცია მაგრამ აი შევხედოთ რა იმიტომ რომ შეიძლება ეს შეიძლება კი არა ეს მართლა სულის დონეზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვნახოთ აბა გაშლა როგორ წაგვიყვანს და იმის და მიხედვით უკვე ჩვენს ნახოთ რა იქნება აქ რა ხდება ნახოთ ახლა რას განიცდის ის შენს გამო არ ვიცი თუ იცანით და წერეთ კომენტარებში თუ იცანით თქვენი სიტუაცია საინტერესოა ძალიან რა ვნახოთ ახლა რა ცვლილებები ხდება მასში შენი წყალობით რას გრძნობს ის ეხლა შენს მიმართ როგორ მოქმედებს შენ მის ცხოვრებაზე შემდეგი ვკითხოთ ახლა აი ზუსტად ეს კითხვა რა ხდება მასთან სულის დონეზე შენს მიმართ რის თქმას ვერ ბედავს ის შენთვის მე როგორ კარგად ვალაგებ ახლა მე ბოდის გიხდით მე სახში არა ვარ ახლა ვარ სტუმრად და ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად მაინც არ დაგტოვო თქვენ გაშლის გარეშე და ცოტა რო იქნება ირიბად ან რა ვიცი რაღაცნაირად ახლა არ შეიმჩნიოთ იმიტომ ყველაფერი გვაქვს როგორც საჭირო ხო აი ისე და შემდეგი გვაქვს ჩვენ ანუ თუ დაუშვათ ახლა ან რა აკავებს მას ან რატომ დუმს იმიტომ რომ აქ არის რაღაც საინტერესო მე მგონი იქნება გაშლა ძალიან რა ნახოთ ახლა რის შეშინია ამ გრძნობაში რაც მიხვდა ის შენთან შეხვედრის წყალობით და ვნახოთ ახლა რისკენ მიყავს თქვენი კავშირი სამყაროს ჩანაფიქრით შევხედეთ მე თვითონ აი ძალიან უკვე დამაინტერესე იმიტომ რომ აი რაღაცნაირად საინტერესო სიგნიფიკაცია მოგცეს გამიგეთ რა ხდება იმიტომ რომ პრინციპში აი რო ვთქვა რომ ჩაფიქრებული ხო იცით როცა ეგეც გაშლებს აკეთებ ესე იგი ნუ რაღაცა ეთყობა დაუშვოთ ადამიანები შეიძლება მანძილზე არიან შეიძლება თქვათ რამე ან პაუზა არის და ამიტომ კითხვებიც ესეთი მომზადებული მაგრამ ამ დროს ხო ხედავთ რომ ისეთი სიგნიფიკაცია რომ ვნახოთ აბა რისთვის აი ნახეთ მოდის თქვენთან არა აქ რაღაცა სიყვარული მოდის ახალი გოგოებო ძალიან ძლიერი სიყვარული მოდის ნახეთ აქ რაღაცა ეს სიჩუმეები და რაღაცა იმპერატორისგან დასრულდა
და ან გაუშვეთ თქვენ რაღაცა თქვენი ცხოვრებიდან ისეთ ადამიანს, რომელიც იყო თქვენ რაღაც პერიოდში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ მიდის რაღაცა განცდა და შეიძლება გოგოება აქ ვიღაცასთან მართლა აღდგეს ურთიერთობა, თუ გქონდათ რაღაცა სიჩუმე რა, რაღაცას მიიღეთ თქვენ. და ნახე, კარტები მეორდება, გამოდის ადამიანი რაღაცა განცდებით, ან მიხვდა რომ ძვირფასი ხარ და მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და მთელი სამყარო ხარ და დაბრუნება უნდა. ნახოთ, კარტები მეორდება უბრალოდ არ ვიცი. დაიჭირეთ. თან ახლა ამ დასწეთ მუშაობა მინდა და რაღაც სასწაულები ხდება, ნახოთ. პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს, რას განიცდის ეს შენს გამო? აქ ადამიანი რას განიცდის ყველა ვარიანტში ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა იყოს ახალი სხვანაირი რა, იმიტომ რომ სხვა გეგმებით რა, სხვანაირად უნდა ვიყო. პრინციპში აქაც რო დაუშვათ სიგნიფიკაციაც რო ავიღოთ, აქაც ეს მომენტი არის, რომ აქ შეიძლება გეუბნებით რაღაცა და დაამთავრეთ თქვენ დაუშვათ ახლა რაღაცა პერიოდი და ახალ პერიოდზე გადადეხარ და იმიტომ გვაჩვენებს, რომ უნდა დავიწყოს სხვანაირად. გეგმები აქ ამ ადამიანს ნამდვილად და მაგრამ ეს განცდა ახლა რაღაც განახლებულად რა განცდა. განახლებულად ხო ქმედებას ფიქრობს ეს ადამიანი, გეუბნის სხვანაირ ქმედებას ალბათ ფიქრობს. ან დაუშვათ შეიძლება აქ დაჟე გოგოებაში ქმარი დაბრუნდა თქვენი, გამიგეთ რა ხდება? აი დაუშვათ არ ელოდებოდეთ, ან გეუბნებით ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია. ნახოთ შემდეგი. ძალიან გთხოვთ მომწერეთ კომენტარებში, აქ ვის რეზონირდებათ რა ეს გაშლა, ძალიან საინტერესო სიგნიფიკაციები წამოვიდა რა. ნახოთ აბა რა ცვლილებები ხდება მასში შენს წყალობით რა. რა ცვლილებები. რა ცვლილებები შედის, აქ ნახეთ ადამიანი მართლა იცვლება, იმიტომ რომ შეიძლება იყო რაღაც ისეთ სიტუაციაში, როცა აი ძვრაც არ ქონდა რა, რაღაცა არ იცვლებოდა და აქ რაღაცა უკვე რა ცვლილებები შეიძლება იყოს აქ. ბუდიში ცოტა გაცივებული ვარ. ნახეთ რა ხდება, აქ ადამიანი ნახეთ დიდი ხანი მაგას ქონდა შინაგანი ბრძოლა. ფიქრობდა ეს ადამიანი რა შემიძლია, აი შეიძლება დაჟე არა ერთხელ ხო ხვდებით რა, შეიძლება საუბრები ქონდა თავის თავთან რა, რომ მინდა არ მინდა როგორ იქნება, რანაირად იქნება, შეიძლება ბრაზდებოდა, შეიძლება თქვა გამოჩნდებოდა, ისევ გაქრებოდა, აი რაღაცა ეგეთი მომენტები იყო და თქვენ თვითონაც უნდა გეგრძნოთ ის მომენტი, რომ რაღაც აი მეც ვერ ხვდები რა უჭირს ამ ადამიანს. ამ დროს გეუბნებით ეს ამას როგორ არის იცით, უნდა და აი ცვლილებები ეს ყოველთვის შინაგანი კონფლიქტი არის რა, როცა ადამიანში მიდის რაღაც კონფლიქტი, რომ აი რა გავაკეთო და მაგრამ ნახეთ აქ ახლა მაინც გულის უყვარ ხართ ყოფა ამ ადამიანს, იმიტომ რომ პრინციპში ნახეთ, თუ მე მინდა რომ ვიმოქმედო რამე, იმიტომ რომ აქ ადამიანი შეიძლება მართლა აი არ იქცეოდა ისე შეიძლება როგორც თქვენ გინდოდათ დაუშვათ, ხო? ან სულ რაღაც აი ვერ იჭერდეთ შეიძლება სიტუაციას, რომ თქვათ ახლა უცნაურად იქცევა ეს ადამიანი, მაგრამ ამ დროს თქვენს გამო, შეიძლება გქონდა ადამიანს თავისი ცხოვრება მიმდინარეობდა რაღაც, მაგრამ თქვენმა ენერგიებმა მასში შეიყვანა აი ესეთი მომენტი, რომ შინაგანად დაიწყო ადამიანმა რაღაცა განცდა, რა ვიცი. აი ნახოთ, მოდით კიდე გავხსნათ. იმიტომ რომ მართლა რაღაც დღეს უცნაური გაშლა გვაქვს ჩვენ, ხო? მე უცნაურობა შეიძლება თქვენ თქვით, რომ არა ჩემი გაშლა და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ გავაგრძელოთ ახლა მაშინ ჩვენ, ხო? რას გრძნობს ის ამჟამად შენს მიმართ? რას გრძნობს? იცით რა არის რას გრძნობს? თქვენ ხართ აი აქ ვარსკვლავის ენერგია, თქვენ თითქოს ხართ მაგისი აი მიუცდომელობას გრძნობს შეიძლება ფიქრობს რომ ახლა იმპერატრიცა რას გრძნობს? რა უნდა გრძნობდეს? ამ ადამიანმა ნახეთ აქ სხვანაირი გრძნობა გრძნობს იმას, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ქალი,
ძალიან კარგად გრძნობს, იმიტომ რომ ნახეთ თვითონაც იმპერატორად გამოვიდა ორჯერ. ანუ როცა ნახეთ იმპერატორი იმპერატრიცა არ არის აუცილებელი რომ თქვა ტარომ წაიკითხოს როგორც ცოლ-ქმარი, მოდით ასე ვთქვათ. ეს არის ყველა ვარიანტი, ცოლ-ქმარი კი ბატონო, მაგრამ აქ არის როცა აჩვენებს როცა არის რაღაცა მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ერთმანეთის ცხოვრებაში, გამიგეთ? და აი ეს ძალიან კარგად ხდება, რომ თქვენ ხართ რაღაცა ისეთი პიროვნება, რომელიც მასში ბევრ რაღაცებს ხსნის და ამიტომ რას გრძნობს შენ სიმართლე, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია რაღაცა ენერგიები მასში გამოაღვიძო. აი იმიტომ რომ ნახეთ თქვენი даже იმასაც ვეტყოდე, ნახეთ რომ აი კაცი საერთოდ ხო ძირითადად აკეთებს რაღაცას, ну ქალის გულისთვის თქვათ, ხო? აი ისე რომ თქვათ ზოგადად, მაგრამ აი აქ მაგასში რაღაცა მოდის ესეთი ენერგია, რომ ამ ქალის გულისთვის მინდა რამე გავაკეთო რა, ანუ თქვენ აღვიძებთ, თქვენ მასში რაღაც ენერგიებს აღვიძებთ, გამიგეთ რა ხდება. როგორ მოქმედებ მის ცხოვრებას შენ? ну აი ხო გეუბნებით თქვენ მაგას, აი მისი სიხარული ხართ რა. ანუ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც დაუშვათ ამას ოჯახი უნდა, ვისთანაც სიხარული უნდა, ბედნიერება უნდა. იმიტომ რომ აქ შეიძლება მართლა ახალ ეტაპზე გადადიხართ. თუ დაუშვათ, მოდით ახლა ის კიდე გავითვალისწინოთ ჩვენ, რო ვთქვით, რომ შეიძლება ახალი პარტნიორი იყოს და კვანტური. აი ეს მაშინ ასე წავიკითხავ, რომ აი ამას თქვენ შენახეთ რაღაცა თქვენ მასში გამოაღვიძეთ რაღაც ახალი ენერგიები, ნახეთ, თუ ეს დაუშვათ არის ვიღაცა აი კვანტურზე რო ვთქვით ჩვენ, ხო? იმიტომ რომ დიდი ხანია შეიძლება ადამიანი, ну თქვა და вообще ვერაფერს ვერ გრძნობდა, ну ან არ ქონდა ურთიერთობა, ან შეიძლება вообще დახურა გული, გამიგეთ და თქვა რომ არ მინდა საერთოდ არაფერი გრძნობები და დიდი ხანი იყო შეიძლება ეს ადამიანი აი ესე რა, რომ ну თავისი ისტორია აქ დაუშვათ და არც მიისწრაფებოდა არანაირი გრძნობისთვის, მაგრამ თქვენ რო დაგინახათ, ხო? აი აქ და შეიძლება დაუშვათ აი მიხვდება მე ვაი რა მაგარი ქალი, რა მაგარი ენერგიები. შეიძლება თქვა დაუშვათ ახლა სურათი დაენახათ თქვენი, ან თუ ბლოგერი ხართ შეიძლება ხართ, ვიღაც ესეთი ცნობილი პიროვნებაც შეიძლება ხართ, მე ვიცი რომ აქ არიან ესეთი გოგოებიც რა. და დაუშვათ დაინახა აი რაღაც იმენა სურვილი აი ну даже სურვილი როგორი კარგი გაგებით, მაგრამ ყველა სურვილი კარგია, მაგრამ აქ როგორ იცით თქვენი რაღაც ისეთი ენერგია ქალური წამოვიდა მის მიმართ. ხო შეიძლება თქვა ადამიანმა დაგინახათ და ну სადმე შეხვდეთ შეიძლება თქვა თქვენ დაუშვათ გზაში. აქ არ გამოვრიცხავ მაგ ვარიანტსაც, ხო? ან ინტერნეტში დაგინახათ, გამიგეთ, ну ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი, ქალური ენერგიებით სავსე ქალი, რომელთანაც ნახეთ, აი მართლა ოჯახსაც შეხვდე და ბედნიერებასაც ვიგრძნობდი, იმიტომ რომ როცა მართლა იმპერატრიცას ენერგიებში არის ქალი, ხო? მაგას ისაც ხევებს ესეთ ენერგიებს, რომ აი თან ნახეთ ვარსკვლავი კიდე, ანუ მშვიდი ენერგია, როცა არის ქალი გათანასწორებული, როცა არის იცის თავისი ფასი, მაგრამ აი თითქოს რო დაგინახათ ამ ადამიანმა, ну რა ვიცი, რაღაც გამოაღვიძეთ. აქ ხო ნახეთ ის რო იყო ჩამოკიდებული, ხო? შეიძლება დიდი ხანი вообще ურთიერთობაში არც იყო ეს ადამიანი რა. აი ეს კვანტური რო ავიღოთ ჩვენ ეს ურთიერთობა და აქ თქვენ გამოაღვიძეთ, გაიხსენეთ ახლა, ну ხო გებნეთ, აქ იქნება ორმაგი, ორი ვარიანტი გამოდის ჩვენთან ახლა დღეს აქ გაშლაში, იმედია რომ ხვდებით თქვენ რასაც გეუბნებით, ну ბევრნი უყურებთ ახლა აქ ერთი ხო არ არის, ამიტომ ინფორმაციას აი ესეთი წამოვიდა რა, ძალიან საინტერესო. აქ თითქოს ადამიანის გული ნახეთ იყო დახურული, აი თქვენ რო დაგინახათ, ნახეთ რაღაცნაირად აი რაღაცა ძალა თქვენი ქალური ენერგია, სხვადასხვა აქ შეიძლება სხვაობა იყოს, შეიძლება პარტნიორი პატარაც იყოს, რო იცოდეთ თქვენ და აი ეს სიტუაცია, ეს პროგრამა რო ქონდა ამ ადამიანს, რომ არ მინდა ურთიერთობა, არ მინდა არავისთან არაფერი, ეს დახურული გული რო ქონდა ამ ადამიანს, აქ გახსნა მოხდა. უეჭველე რა, აქ რაღაც ესეთი მომენტი არის. კი.
იმიტომ რომ შეიძლება მოხდა აქ ნახეთ ამ იმპერატორშიც ისეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ შეიძლება გაშორებული ამ გევნეულად თქვა დაშორება მოხდა და მაგრამ და თქვა რომ არ მინდა არანაირი არაფერი სერიოზული. გამიგე და აქ თქვენ ხვდებით ამ ადამიანს და вообще სულ ყველაფერს ცვლით მასში, რომ შეიძლება აი ეს ხალი არის ჩემი რა, აი ეს ხალი მინდა რომ იყოს ჩემი, რაღაც ეგეთი სიტუაცია ხდება აქ რა. კარგით, აბა გავაგრძელოთ ჩვენ. ვნახოთ ახლა რა ხდება მასთან სულის დონეზე შენს მიმართ, სულის დონეზე. სულის დონეზე რა ხდება და ცოტა რაღაცა ჩაკეტილობა ასე ხედავ მე. აი აქ კიდე ნახეთ გოგო მესამე იმპერატორი. არ გაჩვენებს რა სულის დონეზე, ნახეთ რა ხდება. ადამიანი ცოტა მაინც ჯერჯერობით ფიქრობს, გამიგეთ, სულის დონეზე შეიძლება даже ფიქრობს, რომ თქვენი ღირსი არ არის, ხო? თუ რა ხდება? სულის დონეზე. აი გეუბნებით სულის დონეზე ეს ადამიანი მაინც იკეტება, ნახეთ, იმიტომ რომ თქვენ აი მაინც იჭერს რა რაღაცა ვითომ კი ხვდება, მაგრამ აქ მოდის გამოღვიზება მაგისი როგორი თემის იცით, აი აქ ფიქრობს უფრო, იმიტომ რომ ნახეთ ხმალების მეფე ადამიანია, რომელიც არის აი უფრო ისეთი ტიპაჟი, აი ფიქრობს, ანალიზებს, პლუს კიდე ნახეთ ახლა აი შეიძლება даже შიშიც შეიძლება გქონდეს იმის მიუხედავად, რომ ახლა ხმალების მეფე რა არად უნდა შეიშინდეს, მაგრამ აი იცით რატო შეიშინდა? იმიტომ რომ წამოვიდა გამოღვიძება მაგისი სულის, მაგისი გულის, გამიგეთ? ეს შეიძლება იყო ისეთ ენერგიებში, აი არ მჭირდება არაფერი სერიოზული, არანაირად არაფერი არ მინდა, გამიგეთ რა ხდება და მაგრამ თქვენ თუ დაუშვათ შეიძლება სადღაც შეხვდეთ ამ ადამიანს, აი გაიხსენეთ მართლა გეუბნებით, აქ შეიძლება ან გზაში თქვათ, ან ვინმეს მოეწონათ, ან ვიღაცამ დაგინახათ, ან თქვენ დაინახათ, არ ვიცი რა. მაგრამ აი აქ თითქოს პოზიციებს არ აგდებს რო იტყვიან რა, რომ ანუ მე ვარ იმპერატორი, ხო? აი არა, დიდი ხანი რო იყო თავის პოზიციაზე, ეხლა ძალიან უჭირს, იმიტომ რომ გამოღვიძება, გამოფხიზლება წავიდა, გამიგეთ. აქ დიდი ხანი ადამიანი იყო გეუბნებით, გაყინულივით რა, აი ასე მინდა ვთქვა, გაყინულივით და თქვენ რო დაგინახათ, რაღაცა შფოთვები წავიდა მასში, გამიგეთ? აი ეგეთი თქვენ რაღაც გამოაღვიძეთ ეს ადამიანი. აი ვნახოთ მაშინ ახლა რის თქმას ვერ ბედავს ის შენთვის ჯერ ვნახოთ რის თქმა. აი ზუსტად იმას რომ დაუშვათ უნდა რომ აი რომ ეს რომ იღვიძებს რომ უნდა შენთან დაუშვათ გაგრძელება ურთიერთობა, ხო, აი ვერ გეუბნებათ რომ სერიოზული უნდა თქვენთან. იმიტომ აქ ხო თქვა, ახლა აქ ხო გვაჩვენეს რომ არ მინდა სერიოზული არანაირი არაფერი და აქ უკვე თქვენ რო დაგინახოთ, იმპერატრიცას რო დაინახა, ეს არის როგორი მოდი, ჩემი ქალია, გამიგეთ, ჩემია, ვარსკვლავია, მიუწვდომელია. შეიძლება გეუბნებით, ან გიცნოთ დაუშვათ, სადმე გიყურებს, რა ვიცი მე. ან დაგინახათ. და აი ამას ვერ გეუბნებათ, რომ თქვენთან უნდა ურთიერთობის გაგრძელება. შეიძლება დაუშვათ თქვენ ახლა სადმე იყავით დასასვენებლად და იქ დაინახათ ეს ადამიანი და იმას ვერ გეუბნებათ, რომ აი მინდა შენთან დაუშვათ ახლა, ხო, აი ნახეთ როგორ განიცდის. ვერ ბედავს. აქ ადამიანი, აქ თუ დაუშვათ რამე სხვაობა გაქვთ, ხო, შეიძლება მაგიტომაც არის ეს, რომ ვერ გეუბნება რომ თქვა ან შენი ნახვა მინდა, ან შენთან მოსვლა მინდა, თუ დაუშვათ რამე სხვა, მაგრამ ეს ძალიან ანერვიულებს ამ ადამიანს უზომოდ. საინტერესო გაშლა დღეს რა. ნახოთ მაშინ ახლა რა აკავებს მას ან რატო დუმს, რა აკავებს. აი
რა აკავებს. აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი, დაუშვათ ერთი არიზეს რა უნდა გააკეთოს, მეორე კიდე შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ ხომ არავინ არ აყავთ. რა აკავეთ, ხო? აი, უფრო მაგას კი. უფრო ეს მომენტი, რომ ანუ არ ვიცი, შეიძლება ყავს ვინმე დაუშვოთ, ხო? ან არ ვიცი რა გავაკეთო. აი, ქმედება, რა ვიმოქმედო, არ იცი და რატო ხარ ეგრე ვერ გავეკეთე. აქ даже ზოგჯერ ნახეთ შეიძლება ეშინია თქვენი დაკარგვის გოგოება, შეიძლება ის ფიქრობს, რომ ვაფშე თქვენ ახლა ოჯახი ყავთ, გამიგეთ? ნუ ძალიან საინტერესო, ეხლა ამასაც რო გავხსნი, რაღაცა ჯამს გავაკეთებ, რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის, მაგრამ შეიძლება უკვე ზოგმა უკვე მიხვდნენ კიდევაც. იმიტომ რომ აი უეჭველი უფრო მომდეს ეს სიტუაცია, როცა ვიღაცა ახალი გაცნობილი არის და აი იმაზე გაინტერესებთ, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ გაიცანით ადამიანი, იმიტომ რომ დანარჩენი თითქოს მეჩვენება ყურით მოთრეულ ინფორმაციას რა. იმიტომ რომ საერთოდ წაიკითხო ის რაც მოდის და ანუ შეიძლება ვიღაცა ან გაიცანით გზაში, ან ინტერნეტშიც არ გამოვრიცხავ და შეიძლება თქვა გაგრძელება არ მოხდა. გამიგეთ? შეიძლება სადღაც აი ბანკში შეიძლება გაიცანით, სადმე დასასვენებლად იყავით წასული, გაიცანით. ანუ როგორც შეხვდეთ, ისე დაშორდეთ, მიხვდეთ, მაგრამ თითქოს შეიძლება იგრძენით მისგან რაღაც ენერგიას, გამიგეთ რა ხდება? და ამაში ეს პროცესები წამოვიდა და თქვენ ეხლა უბრალოდ აი ეს ადამიანი ვერ მოქმედებს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება არ იცის, იმიტომ რომ მაინც ხა აქ არის პაჟი თასების, გამიგეთ? შეიძლება პატარა საუბარი გქონდათ, ან შეიძლება ერთი რაღაცა მოგწერათ, ან დაუშვათ ვაფშე კომპლიმენტი მოგწერათ, გამიგეთ რაღაცა ისეთი და არ გაგრძელდა იმის მერე არაფერი სიტყვაზე, შეიძლება გითვალთვალებს აი აქ და უყურებს, ვთქვათ, ხო? ნუ თუ აქ საშუალება რომ სუცქსილებში დაგინახოს. ძალიან საინტერესოა. ეხლა ნახოთ, ეხლა რის ეშინია? რომ არ მოვტყურდე, გამიგეთ? აი ამის ეშინია. ხო? რომ აი მე რო გავაკეთო რამე ქმედება, ხო, მე არ ვინანო. იმიტომ რომ არა აქვს არანაირი ინფორმაცია თქვენზე, იმდენად ისეთი ინფორმაცია, რომელიც მას სურს თქვენზე გქონდეს, ხო? ეს ნამდვილად, ნუ მაგას არ აქვს ეგეთი ინფორმაცია. და ის ნახოთ აბა ამ გრძნობის так, მოიცადეთ ეს რის ეშინია, ჩვენ ვკითხეთ უკვე, ხო? ნახოთ აბა რას მიხვდა ის შენთან შეხვედრის წყალობით, რას მიხვდა და თქვენ ძალიან მაგარი გოგო ხართ. მე გეუბნებით, რომ რას მიხვდა და დაგინახათ თუ არა ამ ადამიანმა, ხო გეუბნებით თქვენ თითქოს აი რომ დაგინახათ უკვე აღარავის ინტერესი აღარ აქვს ამ ადამიანს რა, რაღაცა აი ელდასავით რა მოხდეთ თქვენ მაგის ცხოვრებაში. რომ ყველა ქალის შორის, ქალთა შორის აი თქვენ ხართ რაღაცა ამაგარი. რაღაც საჩუქარი, მაგრამ აი მართლა ძალიან იმოქმედეთ იცოდეთ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაზე. ნუ აბა ნახოთ ახლა რისკენ მიყავს ახლა თქვენი ეს კავშირი სამყაროს. რისკენ. ნუ აქ ხო გეუბნებით, აქ ეს შეხვედრა როგორი სიტუაცია, ნახეთ, აქ თითქოს დაკარგულია, ხო გეუბნეთ, შეიძლება რაღაც ისე მოკლე პერიოდი არის აქ და მაგრამ ნახეთ, აქ შეიძლება ადამიანი ან მოგწერს კიდე, ან შეიძლება კიდე შეხვდებით. სამყარო შეიძლება შეგახვედრებს თქვენ, კი, აუცილებლად თქვენ მოგეცემათ შანსი, რომ კიდე შეხვდეთ ამ ადამიანს, უეჭველი რაღაცა შეიცვლება, რაღაცა სამყარო მოგცემ თქვენ ამის შანსს. კი, კიდე შეიძლება ნახეთ ეს რა ქვია. აქ შეიძლება დროს აი რაღაც მოხდება პერიოდი, რომ რაღაცა შეხვედრა იქნება. იმიტომ რომ აქ ნახეთ, როცა შეხვდეთ თქვენ ამ ადამიანს, აქ რაღაცა პერიოდი იქნება სიჩუმის თუ რა ვიცი მე.
მოდით იცით რა მაინტერესებს, აბა ვკითხოთ ჩვენ ახლა ტაროს კიდე. ავიღებ ახლა სხვა დასტას და ვკითხოთ, რომ უფრო ჩვენ დაგვაყვალიანოს თუ რაღაცა ჯაბსანდარი გამოვიდა, ხო? ანუ ვაფშე საერთოდ ამ ადამიანს თუ იცნობთ და თუ იცნობთ რა დონეზე იცნობთ. აი, მიწიერ დონეზე ვკითხოთ ახლა ჩვენ. გოგოებო, ეს სადღაც თქვენ შეხვდეთ ამ ადამიანს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე. აქ შეიძლება მოხდა ეს შეხვედრა რაღაცის დანგრევის მერე. აი რაღაცა მოხდა. მაგრამ ეს შეხვედრა იყო აკურატ რაღაც მგონიც ახალი მგონია, იმიტომ რომ ელდასავით იყო რა, თითქოს იგრძენით თქვენ რაღაც. კი, ახალია ეს. აი აქ თითქოს მოგიწყეს მაღალმა ძალებმა თქვენ ეს შეხვედრა. კი. აქ არის ადამიანი, რომელიც არის მარტო, ეს ადამიანია. მარტო. კი. და შეიძლება დიდი ხანიც არის მარტო, მაგრამ ამ ადამიანს პრინციპში კი უნდა რომ რაღაცა მის ცხოვრებაში დაიწყოს, მაგრამ შეიძლება არ ხვდებოდა ისეთი ადამიანი, ხო? და даже შეიძლება თვითონაც უშვებდა სამყაროში თხოვნას, რომ მინდა შემხვდეს ისეთი ქალი, რომ იყოს ჩემი, ნახეთ, კი, მინდა სიყვარული, მინდა შემხვდეს ისეთი ქალი, ვინც იქნება ჩემი. ანუ გოგოებო, ყველა ვარიანტი არსებობს. აქ არის ვისთვის არის იმ გოგოებისთვის იქნება ეს გაშლა, ვინც შეიძლება დაასრულეთ თქვენ რამე ურთიერთობა, უბრალოდ ელოდებით თქვენ და ახალ პარტნიორს. ნახეთ? იმიტომ რომ აქ ვეღარ ავკრიპავ მე ახლა იმას, რომ ეს არის თქვენი აქ ქმარი, ნუ რა ვიცი, თუ დაიჭირეთ რომ კი, ნამდვილად მასეა და თქვენ მანძილზე ხართ და რაღაც იცანით, მაშინ კი ბატონო, იმიტომ რომ უკვე 1, 2, 3 გამოვიდა აქ ერთო ეს რა ქვია მაგას, იმპერატორი. გამიგეთ? და მაგრამ აი სიგნიფიკაცია ისეთი იყო, რომ მართლა ვეტყოდი, რომ უბრალოდ ახლა იმპერატორმა ცოტა წამიყვანა, რომ ვითომ ქმარი და რა, მაგრამ აქ უბრალოდ მნიშვნელოვანი ვიღაცა პიროვნება შემოდის თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება თქვენ ახლა გაიცანით, აქ მე ჯერ ვერ ვხედავ რას, იცით, რომ თქვენ უკვე მასთან აი ძალიან აქტიურად კომუნიცირობთ რა. ნუ არა. ეს არის აი თითქოს რომ იმიტომ არის აი რა, ნახეთ, რაღაც გაუგება არის სიტუაცია, იმიტომ რომ ნახეთ, კიდე ვარსკვლავი. შეხვდეთ სადღაც თქვენ ამ ადამიანს, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, თქვენ ეს ადამიანი თქვენს იცანით, იმანაც გიცნოთ, მაგრამ აქ არ არის ჯერ აი გესიამოვნოთ, ნახეთ ეს შეხვედრა. და რაღაცა თითქოს შეიძლება გრძნობა ან შეგრძნება გაიღვიძეთ თქვენში, ვაფშე სულ სხვანაირი, მაგრამ აი თქვენს უფრო მეტი კითხვები გააქვთ, ნახეთ აქ, ვიდრე პასუხები, რომ ეს რას ნიშნავდა, ეს რა არის, ეს რა მომცა ღმერთმა, რასაც ჩუქარი, რომ თქვენ გაგიხარდათ რა. იმიტომ რომ თქვენ თვითონაც იგრძენით, რომ ეს არის რაღაცა ახალი, არა ახალია. ახალი. აქ ძველი პარტნიორთან თქვენ არა, აქ დასრულებული რაღაც გაუგებრობა გქონდათ, შეიძლება დაშორდით და აი ეს კი გქონდათ რაღაც ხანძლივი სიყვარული ურთიერთობა ვიღაცასთან, მაგრამ აქ დაასრულეთ ეს სიტუაცია და უკვე ახალში რაღაც მიყავხართ. გეუბნებით რა, აი ესეთი გაშლა. არ ვიცი, მე გელოდები თქვენ მომწერეთ ახლა კომენტარებში თუ მიხვდეთ ვაფშე რა ხდება აქ, რომ მეც უნდა გამარკვიეთ რა. რომ აქ ვინ გაიცანით ისეთი, რომ ეგრევე შემოგვიხვდეთ ჩვენ, მე ვფიქრობდი ძველ პარტნიორზე რამე გავიგოთ და აქ აგერ ახალი გამოჩნდა, სხვათა შორის ეგეც საინტერესო რაღაცა, რომ აი ესეთი უკვე კვანტურებს გვაჩვენებენ ჩვენ რა, ანუ ასე ვთქვათ, მომავალ
რა არის, ანუ თქვენ ველში აქ უეჭველი არის ესეთი პიროვნება. აი, ვეკითხებით თვითონ ვინ არის ეს გოგო და მეგობრებიან, რომ ადამიანი, რომელიც გამოდის რაღაცა უკვე და აი, თითქოს თქვენ თვითონაც ხართ მზად, რომ შეხვიდეთ ახალში, გინდა თქვენ თვითონ ელოდებით ახალ ურთიერთობას უკვე. კი, და ბედნიერებას. კი, აქ ახალია, აქ გოგოება უეჭველი არის ახალი შეხვედრა გელოდება თქვენ. ესა და თან ძალიან კარგი და სერიოზული შეხვედრა იქნება და ხანძლივი. კი, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით, უეჭველი რა. ისეთი, როგორც თქვენ გინდოდათ, ეს ახალია. всё, აქ დავსვლა გამოვიტანე. ახალი ურთიერთობა, ახალი პარტნიორი შემოდის თქვენთან.